გიჩი ხო? ბატონო გოგა ერთი პროსტების ამბავი მომიღები რა ფერი ხო შენ ენაცოდე შევიდა. ხო არ მანევებს თავს მიდი. 2-1-ზე ხო? არა გაცრა 2-1 წარწვენი. კუჩუკიჩთან გეიფობთ სახში. ერთი ჩვენი მეგობარია რომა. ტელეფონზე საუბრობს აივანზე გადი გამოდის რაღაც ტელეფონზე საუბრობს და შემოვიდა და დათოს ეუბნება კუჩუკიჩ რომ ჩაალაგეო სასწრაფოდ ჩანთა უკრაინაში მივდივართ. ბილეთი გიყიდეო? არ ყავდა ცოლი გასაგებია იმ დროს. ბილეთი გაგიღე უცებ და წავედით რომ მივდივართ უკრაინაში და ეს ახლა მაგარი მთვრალია და შევარდა სახში იქ ჩანთას ეცა ჩაალაგა რაღაც ეს დასაცმელები ახლა ეს დაქანაობს მთვრალი და მოუპარე ეს ჩალაგებული ჩანდა. ჩავედი პადვალში ამათთან. დედამის აი ძველი ტყემლის ბოთლი, ნატყემლარი ბოთლი. თუ რამე ვნახე ნაგავი პადვალში ესენი ამოუყარე ყველაფერი და ჩაულაგეს და აი დედამის ბოსტანში სასიარულო ჩუსტები რო აქვს. კიდე ნახევარზე რო ფოთოლი აქვს, ძირიდან ამოკლე ეზე რო დადის. დალიბოს და ეს ჩუსტები ზემოდან დავადე. კუჩუკი თავის გიტარა ხელში ეჩანთა გადიკიდა ზურგზე და წავიდა უკრაინაში. წავიდა. ახლა თვითფრინავში კიდე დაამატა რომ ჩაფრინდა უკრაინაში. კიდევ კარგი ნასვამია და კუჩუკის ახლა ჩანთას უჩხრიკავენ. უჩხრიკავენ კუჩუკის ჩანთას და ბიჭო რო დაიწყეს ამ ჩანთიდან ამ ბოთლების ამოლაგება ამ ცარიელი ტყემლის ბოთლის რაღაცები. ახლა ესეც მიჩერებია ვერ გაიგო რა ხდება. მიწიანი ჩუსტები. ბოლოს ეცნო დედამისის ჩუსტები. ეს რაზვალზე დამუშევარი ბოსტანში სასიარულო ჩუსტები. პირდაპირ თქვა ხო გოგახი ვიყვირე გოგა იზამდა მას მეტი არავინ. მაჩერსეთი არავინ არ იზამდა. სამჯერ ამოატრიალა ტამოშნიკმა ბოთლი ბიჭო. ეს კაია ტყემალი თუ მოგონა ცარიელი რატო გაქვს?